საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტმა ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნინო ხოძრევანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირადი პატივის ღირსების საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით მიმართა. ჟურნალისტის პროტესტით 11 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ტრადიციულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მოყვა. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ნინო ხოძრევანიძე სრულ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საუბარი ეხებოდა ჟურნალისტის სტატიას, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებლები ავთანდილ ბერიძე, მედია ვასაძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი და მურმან დუმბაძე ნეპოტიზმში იყვნენ დადანაშაულებული. ნინო ხოძრევანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავს. ნინო ხოძრევანიძე ტრადიციულ ბრიფინგზე ბრალდების უარყოფას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თებერვალს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ავთანდილ ბერიძემ სრულ ინფორმაციის გავრცელებაში დამდობრალი გამომდინარე იქედან რომ ვფიქრობ ჩემი უფლებები დაირღვა, რადგან სრულ ინფორმაცია არ გამივრცელებია, მიუმართე სასამართლოს და ვითხოვ პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენას. ჩვენ მიგვაჩნია რომ მოქალაქე ავთანდილ ბერიძემ დაარღვია ნინო ხოძრევანიძის პირადი პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება და ჩვენ მოვითხოვთ რომ სწორედ ჩვენი სარჩელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციის მე-17-24 მუხლებიდან გამომდინარე მან უმაღლესი საბჭოს ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე უარყოს ის ინფორმაცია რაც გაავრცელა. არა მაქვს განწყობა კანონის დარღვევისა, ეთიკური ნორმების დარღვევისა არ მოჩვევია, არაფერი იმდენად მნიშვნელოვანი იქ არ მომხდარა, რომ მას სასამართლოში ეჩვევა, თუ მან ასე ჩათვალა ახალგაზრდა გოგონა არის, მის შეხედულებები შეიძლება ზოგადად ეთიკაზე ან დეპუტატზე ან ადამიანზე არ იყოს ზუსტად ისეთი როგორიც რჩები, თუ სასამართლოში იჩვევა ალბათ დამიძახებენ სასამართლოში და გავცემ პასუხს.